მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, გახლავართ სერგი სტუროა, ვინც მიცნობს იუთუბერი, აქტიურად გონდა ჩართვები. ეხლა ცოტა შევამცირე ინტენსივობა და უფრო ჩემ საქმეს დავუბრუნდი. ერთ სიტყვით ვაწარმოებ სხვადასხვა რუბრიკებით ჩართვებს და ძირითადი ჩემი, ესე იგი, პროფესიული მიმართულება არის უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. ერთ სიტყვით მინდა შევეხო რამოდენიმე ისეთ პრობლემას, რომელიც ალბათ ნებისმიერ ამ საქმის პროფესიონალს აღელვებს და რაში მდგომარეობს, ესე იგი, ეს და რაში მდებარეობს ეს პრობლემის არსი. ერთი სიტყვით ძალიან მომრავლდა ამ ბოლო დროს, ესე იგი, როგორც საიტებზე, ასევე სხვადასხვა სოცქსელებში რეკლამირება და თვითმარქვია, ერთ სიტყვით ესეთი ვარ, ისეთი ვარ, პროფესორი ვარ, გამოცდილი ვარ, ესეთი ხალხი საყურადღებოდ მინდა გავაკეთო განაცხადი. ესე იგი, კიდევ ვიმეორებ, უნდა დავურთოთ თქვენს ინფორმაციას, როდესაც სთავაზობთ რამე მომსახურებას, მომხმარებელს, უნდა დავურთოთ თქვენი რეალური გვერდის მისამართი, უნდა ნახოს მომხმარებელმა რა გამოცდილება გაქვს, რა ესე იგი კვალიფიკაცია გაქვს ამ სფეროში, რა გაგიკეთები, ანუ შენ სიტყვას რო წონა გქონდეს, რაღაცა ესე იგი ვიღაცის ნიკით და რაღაცა ფსევდონიმით და რაღაცით რო აკეთებ განაცხადს, ან ამოფარებული ხარ, ესე იგი უწერიათ უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა და ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ და ბლა 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 და ამოფარებული იმის იქით ვერაფერს ვერ ნახულობ. ერთი სიტყვით, ასევე მინდა შევეხო კიდევ იმ თვითმარქვია პროფესორებს კიდე რო უწერენ, რომ აი ესე იგი ადამიანი ითხოვს გამწარებული, რომ აი მაკლერი მინდა, ოფისის დახმარება მინდა, რაღაცა მინდა და უკეთებენ კომენტარებს იგივე არაფრის მთქმელი და არაფრის წარმომადგენელი ხალხი. შენ თვითონ გააკეთე განცხადება და შენ თვითონ გაყიდე და შენ თვითონ და რაღაც ეძებ და მაკლერი დაგაქცევს და ასე ამატებს ფულს და ისე ამატებს ფულს და პატივი ეცი თქვენ კაი ხალხო ერთმანეთის შრომას. რატო ყველა ერთი ჯოხით გასადენი ხო არ არის და ყველა ერთი ესე იგი ერთ ტაფაში ხო არ უნდა მოხარშოთ, არა? ზრდილობა, კულტურა, ნამუსი, სინდისი იქონიეთ და ყველამ ბოდიში თქვენთან და თავის ბოზ-მამიდას მიხედეთ რა, ესე რო ვთქვათ. ვინ რას გამოაქვეყნებს, ვინ რას მოითხოვს, როგორ მოითხოვს, თქვენთვის შეინახეთ თქვენი ესე იგი რეცეპტები რა. ადამიანი რადგან ეძებს მომხმარებელს თუ ესე იგი თუნდაც კლიენტს, ხო, იმას კონკრეტული თავისი ამოცანა აქვს, უნდა გაყიდოს ჩქარა და უღირს ის შუამავალი არის, რამდენად პროფესიონალი შეხვდება და რამდენად სასწაული და ერთი წერდა წერან სიცილით კინაღამ მოკვდი, დიდო სტატი ვარ ჩემი საქმის და გადავშალე ვინ ახარ, რა სააგენტოა, ვინ არა და უწერია ჩქსყ რაღაცა და ფსევდონიმი და ესეთ ადამიანს არ უნდა ენდოთ არავითარ შემთხვევაში, როდესაც არ ჩანს ვინ არის, რას წარმოადგენს, რა გამოცდილება აქვს, სად უმუშავია, რისი ესე იგი გამკეთებელი არის. თქვენ კარგი ხალხო, რა მოხდა ბოლო მე-10 თუ მე-15 წერ ამ ინფორმაციაზე, ესე იგი ვაკეთებ ვიდეოს და ჩართვას. ერთი სიტყვით, ან თქვენი თავი არ გეცოდებათ, ან სხვა არ გეცოდებათ, ესე იგი ესეთი მარაზმი, ესეთი არაპროფესიონალიზმი ხო შედიხარ, არა ნებისმიერ ხელოსანი რომ მიყავს სახში, ხო უნდა დაანგარიშებინო იმას და აკვირდები მე რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს, იმის მიხედვით უწერი ის, რა ვიცი, აბა კომენტარებში შექებაა თუ რაც არის თუ როგორაც არის. იგივე თემა არის ესა, გადადით იმის გვერდზე, ვის რა გაკეთებული, ვის რა კომენტარი აქვს გამოქვეყნებული, ვინ რისი გამკეთებელი არის. კაცი ქართულად ვერ ლაპარაკობს და
აკეთებს იმას, რა ქვია, ასე ვაკეთებ და ისე წერა არ იცის, კითხვა არ იცის, ამბანი არ იცის და ესე ვაკეთებ, ისე ვაკეთებ. ესე ხო არ შეიძლება რა, როცა იქნება ხო უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, იმ ჭკუამდე, იმ გონებამდე, რომ საქმე აკეთოს პროფესიონალმა ამ ქვეყანაში, ხო? 20 წელია, ესე იგი ოფლს, ტვინს, ჭკუას, ესე იგი ყველაფერს, ესე იგი ვანთხევ რო იტყვიან ამ საქმეში დაწყებული, ესე იგი მიდან სახურავიდან ფუნდამენტამდე სად არ მიხოხიათ და სად არ მიძრომიალია და მტკავალ მაქვს რო იტყვიან მთელი საქართველო გაზომილი და სად რა არის, როგორი ფასი არის, ხანდახან მე ვერ ვადგენ ამას ზუსტად და გუშინ მოთესლებული და მოთრეული ვიღაც, ესე იგი 3 თვიან ტრენინგ კურსებს გაივლიან რაღაცას და აი მარკეტინგოლოგი ვარ და ბლა 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 ასე ვიზამ და ისე ვიზამ და უხათქუნებენ იმხელა პროცენტებს და ფასებს და იმას. მეორე მხრივ კიდე ესე იგი ესე ვთქვათ რა, კბილის ექიმთან რომ მიდიხარ შეკაი ადამიანო, თუ კბილის ექიმის მაგივრად იმასთან მიყვედ გინეკოლოგთან კარგს გიზამს ის კბილზე, ექიმთან რომ მიდიხარ და რაღაცა პრობლემა გაქვს. იგივე თემა არის ეს უძრავ ქონებას, იმიტომ ქვია უძრავი ქონება, რომ მოძრაობაში უნდა მოიყვანოს ეს კაპიტალი იმ ცოდნე ადამიანმა, ვინც დაგეხმარება დროის გაწერილ ნებისმიერ მონაკვეთში რა როგორ უნდა გააკეთო, ზემოთ მიდის ფასი, ქვემოთ მოდის, ბაზრის კვლევა, 1000 ნიუანსები არის მან კლიენტთან ურთიერთობა, დალაპარაკება, მიყვანა, მოყვანა, შეთავაზების გაკეთება, ფასის დაკლება, გადაფასება, მარადიული ფასეულობა და გარდამავალი ფასეულობა. 20 წელი ამ სწავლობ ამ ყველაფერს და ერთი სიტყვით ვერა ბოლო. ესე იგი ხანდახან ისეთ რაღაცას საზიზღრობას წავაწყდები, რომ რა ვიცი, აბა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველას და უბრალოდ ახლა ჩემი ქვეყანაა და მტკივა ეს და გულის ტკივილით ვაკეთებ ამ ჩანართს, ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ, რა ვიცი.